დღეს შობას ყველანი ერთად შევხვდით ქუჩაში, უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღეც და ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ალბათ საქრისტიანოში ერთად უნდა გაგვეტარებინა და ერთმანეთის გვერდში, იმიტომ რომ თუ რაიმე ქრისტიანულ გზას აცდა, რეალურად აცდა ზუსტად ჩვენი ხელისუფლება და ამ ქვეყანაში ცხოვრება ნორმალურ ადამიანს ვფიქრობ, რომ შეუძლებლად უნდა მიაჩნდეს რა. აქედან გამომდინარე ვაპროტესტებ და ყველა დღეს, ყველა მნიშვნელოვან დღეს აქ გავატარეთ და მოგვიწევს გატარება ალბათ კიდევ რამდენიმე ხანი იმისთვის, რომ ჩვენმა პროტესტმა საბოლოო ჯამში თავის შედეგს გამოიღოს. სიმბოლური არის დღევანდელი დღე იმ თვალსაზრისით, რომ ბოლო თვეების მანძილზე, რაზეც ყველა უკვე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხვდებით მართლა თანამედროვე ახალი ქართული საზოგადოების, ახალი ქართველობის დაბადების და შობის მომსწრეები და რაც ყველაზე მთავარია შემოქმედები თავად. მე არ მაქვს შესაძლებლობა რომ ყოველდღე აქ ვიყო, მაგრამ რაღაცნაირი იმედი და სიმშვიდეა რომ ნებისმიერ დროს, როცა კი შევძლებ დავიძვრინო თავის სხვა საზრუნავებიდან, მოვიდი აქ და სულ ვიცი რომ ხვდებიან ადამიანები, რომლებთანაც საერთო მიზნები და საერთო ინტერესები მამოძრავებს.